როცა ეს გვაქვს უკვე ჩვენ შეხვედრაზე გვაქვს წარმოდგენა ვისთან მივდივართ და ეს გვიმარტივებს ხო პროცესს. იცი რა მეტყვი საიპოდის შეგაწოდნებ მაგის მიხედვით რამდენად დეტალიზირებულად ჩადიხარ თუნდაც შეიძლება ჩაცმის სტილი საუბრის მანერა რამდენად თავისუფალი იყო და ლაღი ძალიან ტოპ კითხვა რატო ჩვენ უნდა შეგვეშალოს ჩვენ და მივხვდეთ სად შეგვეშალა ჩვენ უნდა კიდევ ვიფიქროთ მე აღარ შეგვეშლება და აი ამაში ვისწავლით რა და ეს ყველაფერს ამარტივებს ყველას აქვს თავისი წარმოდგენა იმასთან დაკავშირებით თუ რა უნდა მოყვეს ამ შეხვედრას არ უნდა მოგვერიდოს და ვფიქრობ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა რომელსაც ვთვლამ ხოლმე არის ის რომ ყველაზე მეტად ალბათ აი ეს ლუქსი გვაკლია რაც გქონია რომ ვიცით ხო აი ყველაფერს ესე ქვია ჩვენთან რაღაც ლაქშერი ლუქსი სამდრეში რა არის ხო ეს ლუქსი არც მარკეტინგის საქმე არ უნდა ვაკეთოთ ჩვენ რომ ხშირად მე მინახავს შეხვედრების დროს ასეთი კომუნიკაცია რომ აი რაღაცა განმეორებადი საუბრებია და ეს თუ კი განმეორებადია და მუშაობს იმის იმპლემენტაცია უნდა მოხდეს მარკეტინგში ვიდეოს სახით მაგალითად და ეს გამეორდება და იმუშავებს იქ უნიკალური ექსპერიენსი იქნება იქ იმიტომ საუბრობ მე ძალიან ბევრს ამ დინამიკაზე და ამ კონტექსტის შეგრძნებაზე რომ მე შენი უნიკალური სურვილი უნდა გავიგო რა არის დღეს და საჭიროება და აი ამით უნდა შევეცადო რომ გავუყვე შემდგომ ჩემს პროდუქტს და მოგაწოდო ის გამარჯობა, ეს ლევან კოკოლიშვილის პოდკასტია და დღეს ჩემი სტუმარია დილ კომპანიის დამფუძნებელი და საავტორო კურსის მოლეკულური გაყიდვები ავტორი სალომე სულავა. სალომე, საღამოშიდობის, მადლობა რომ მეწვიე დღეს პოდკასტში. პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. ძალიან მომეწონა შენი გარემო. ერთ-ერთი ისეთი ადამიანი ხარ, გულწრფელად რო ვთქვა, როცა გაყიდვებზე საუბრობ, პირდაპირ მახსენდები რას ტოპ 3-5 ადამიანს რო იხსენებ მინიმუმ. პირველი გამოცდილებები როგორი იყო პირდაპირ ცადე გაყიდვებში, ბედი უნივერსიტეტის შემდეგ თუ ჯერ რაღაც რამდენიმე სამსახური მოსინჯე და თქვი რომ ჩემი არ არის და მოდი გადავიხარ უფრო გაყიდვებისკენ. საინტერესო კითხვა, ხო, აი ხა იცი რაზე დამაფიქრა ამან რომ მე პრინციპში სხვა მიმართულება არც მიცდია. ეს იმდენად საინტერესო გახდა თავიდანვე ჩემთვის. თუ მართლა პირველად გამოცდილებაზე ვისაუბრებთ, პირველი სამუშაო გამოცდილება იყო საფრანგეთის საელჩოს პარენაჟით, ანუ მათთან ერთად გაიხსნა პირველი Fashion Week-ი საქართველოში და მაშინ მე ვუზრუნველყოფდი როგორც თარგმანს, ასევე მოდის კრიტიკოსებთან, ნუ მთელ ამ ამბავს ასე ვთქვათ და აი ეს იყო პირველი სამუშაო გამოცდილება. თუმცა აი გაყიდვების მიმართულებით უკვე საფრანგეთში, როდესაც სტუდენტი გავხდი, იქ უკვე პირველივე გამოცდილება გაყიდვები იყო. პირველი სამსახური, ნუ ამ Fashion Week-ის შემდეგ უკვე საფრანგეთში. პირველი სამსახური Fashion Week-ის შემდგომ იყო უკვე გაყიდვების მიმართულებით, სადაც გასაკეთებდი უბრალოდ. ვყიდდი. პირდაპირ აი ესე პირდაპირ მნიშვნელობით ვყიდდი. პირველი გამოცდილება იყო ასეთი ბრენდია კაწიმინი, საბავშვო ბრენდია. და იქ ნახევარ განაკვეთზე მუშაობდი და მან აღმოვაჩინა რომ ეს მომხმარებელთან ურთიერთობა ჩემთვის იყო იმაზე მეტად ამაღელვებელი და იმაზე მეტის მომცემი, ვიდრე შეიძლება იყოს ეს ნებისმიერი სხვა კონსულტანტისთვის, იმიტომ რომ ადამიანების დახმარებაში ვიპოვე ჩემი თავი. აი ეს შეგრძნება, რაც მომისმენია ასე ვთქვათ, ბევრისგან, რომ ადამიანს რაღაც ბედნიერ გაღიმებულ სახეს, როცა ხედავს, როცა დაეხმარა, რაღაც მსგავს ინსაიტს გულისხმობ ალბათ. კი, მაგას გულისხმობ და გულწრფელი რომ ვიყო, მოხდა ის, რომ მე აღმოვაჩინე, რომ მე ძალიან კარგად ვყიდდი. და ამან ჩემში აი ეს ბავშვური მოწონება, იმიტომ რომ აქ საუბარია იმაზე, რომ მე ვარ 21 წლის და ეს იყო პირდაპირ აღტაცება. აქ იყო უბრალოდ ის, რომ მე იმდენად მომწონდა ამ ადამიანებთან ურთიერთობა, ბავშვებთან. იმიტომ რომ მოყავდათ ხოლმე ეს ბავშვები ნათლობისთვის ესე გამოსაპრანჭად და ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი იყო ამ პროცესში მონაწილეობის მიღება. და მივხვდი რომ მენეჯერი რომელიც მყავდა მაშინ იყო ძალიან კარგი დღევანდელი გადმოსახედიდან როგორც მენეჯერი ხვდები მე ის რა კარგი მენეჯერი იყო და მან მითხრა რომ მე ეს მართლა კარგად გამომდიოდა რეზულტატიდან გამომდინარე და მე მაშინ ესე არ ვითვლიდი ჩემთვის მთავარი იყო რომ მათი საჭიროებები გადამეჭრა ისე რომ აი ის კმაყოფილება მიმეღო რასაც მე ყოველდღიურად ვიღებდი და ჩემთვის ეს გახდა უკვე ძალიან მნიშვნელოვანი
მე ამაზე ვსრუნავდი ყოველ დღე. მე არ შემეძლო რომ არ გამეყიდა. ანუ არიან ადამიანები, ვინც გაყიდვებში მუშაობენ და მათ შეუძლიათ რომ პირობითად ერთმა დღემ ისე ჩაიაროს რომ არ გაყიდონ. ჩემთვის ეს იყო წარმოუდგენელი. რაღაც კონტრასტიც კი წარმოვიდგინე ახლა ზუსტად როცა ამბობდი რომ თავიდან რაღაცა სტატისტიკა რიცხვები და ამ ყველაფრის შემდეგ აი ესეთ ცოცხალ პროცესში რო ერთვები რაღაც აღმოჩენასავით შეიძლება ყოფილიყო თავის დროზე და რაღაც ახალი ესეთი დამოკიდებული გახდი ასე ვთქვათ მაგ პროცესზე. მე რაც ვიცი და გვისაუბრია და მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო შენ ცხოვრებაში, ეს იყო ბალენსიაგას და მონაკოს ამბები. საერთოდ აი მონაკოში როგორ აღმოჩნდი და აი ბალენსიაგამდე როგორ მიხვედი, ვიცი რომ არც ისე მარტივი გზა გაიარე, მაგაზე რომ მოგვიყვე, მოკლედ. რაც შეეხება ბალენსიაგას და მონაკოს, სანამ მან მოხვდებოდი, მე გავიარე ნამდვილად ბევრი ასეთი ტიპის სამსახური, რაზეც ახლა ვისაუბრეთ, იყო ვთქვათ მინი ბუწიკები, იყო რაღაც მინი პროექტები, თან ვსწავლობდი და ბოლოს იყო ასეთი პროექტი სტარტაპი Goldlist-ი ერქვა, სადაც ჩემს კურსანტთან ერთად, კურსელთან დავაფუძნეთ, ასე ვთქვათ, საინფორმაციო პლატფორმა ნიცაში, რომელიც უზრუნველყოფდა ინფორმაციის გაერთიანებას სერვისის მიმართულებით ვიზიტორთათვის. აი რომ ჩამოდიხარ და უცბად რომ ეძებ, აი სად წავიდე, რა მივირთვა, სად ვიყიდო და ეს იყო ერთგვარი გზამკვლევი და ჩემი როლი მანდაც გაყიდვები იყო. მე თითოეული კომპანია უნდა დამეთანხმებინა და ახლა რა თქმა უნდა მომრავლებულია ეს ამბავი და აქ არაფერი არ არის ესეთი, მაგრამ მე ვიყავი პატარა და ეს იყო ძალიან ახალი. და მოკლედ მივდიოდი მოლაპარაკებაზე ამ სხვადასხვა მაღაზიების იყო ეს თუ ხაზების და ბრენდების ხელმძღვანელებთან და ვითანხმებდი რომ ჩვენთან ეთანამშრომლად და თვითმიზანი ის იყო რომ უბრალოდ კონფირმი, ანუ პასუხი თანხმობა მომეპოვებინა იმ მომენტისათვის და შემდგომ გადავსულიყავით ლოიალობაზე, უკვე რაღაცა კონკრეტული პაკეტები გვქონდა და ასე შემდეგ. ამ პროექტმა რომ კარგად იმუშავა, მე მივხვდი რომ მე უკვე შემეძლო ცოტა მეტის გაკეთება. გაყიდვებში ვინც იწყებს თავიდან, ყველა ასე ვიწყებთ. ჩვენ არ ვიცით არანაირი კონკრეტული ბმები, ჩვენ არაფერი არ ვიცით. ჩვენ უბრალოდ ვყიდით და აი ამ გამოცდილებაში ვიღებთ რაღაც ერთგვარ ცოდნას, რომელსაც მე თეორიულადაც ვამყარებთ. ანუ ძალიან საჭიროა ხოლმე რომ მიიღოთ ცოდნა წიგნიერი, ასე ვთქვათ, თეორიული და შემდგომ უკვე ეს ერთად დაასინქრონო და აი შენ პირად გამოცდილებაში გადათარგმნო. ხო და კითხვა დამისვი ბალენსიაგასთან დაკავშირებით და ეხლა მივალ მანდ. აბა. ხო, ბალენსიაგას რაც შეეხება ბალენსიაგა საერთოდ ვაკანსიის შესახებ გავიგე ჩემი მეგობრისგან, რომელიც მუშაობდა მაშინ არმანიში და მითხრა რომ ეძებდნენ გოგონას, რომელიც იქნებოდა პოლიგლოტი, ძალიან მნიშვნელოვანი იყო რუსული ენის ცოდნა მაშინ იქ და იმ მომენტში და სხვა ბევრი ენები მოკლედ საჭირო, ფრანგული, ინგლისური და სხვა მრავალი. ამასთან ერთად ძალიან ბევრი გასაუბრების საფეხური იყო გასავლელი, ანუ აქ არ იყო თქვათ მარტო ერთ HR-თან შეხვედრა, აქ იყო HR-ი, DHR-ი, HR-ების HR-და HR-ი და ნუ მაშინ UHRS-ი და ნუ აი ეს საფეხურები ცოტა იყო ჩემთვის შემაშინებელი, დამაბნეველი. მოტივაციას რა გაძლევდა, რომ აი რატო გავყვე ბოლომდე, როცა შემიძლია სხვა ნებისმიერ, რა ვიცი, საფრანგეთში სხვა კომპანიაში შეიძლება ადვილად დავიწყო. ნუ პირველ რიგში ის რომ მე ვიცოდი უკვე ჩემ გამოცდილებაში იყო უკვე ის რომ მე ეს გამომდიოდა ძალიან კარგად და ამასთან ერთად გამოსვლა შეიძლება ბევრი რამე გამოგვივიდეს. მე ეს მიყვარდა. ანუ მე რომ ამას ვაკეთებ, მე არ განვიცდი ამ დროს დისკომფორტს, მე არ მაქვს არანაირი შიში, რომ აი ახლა მომხმარებელი შეიძენს, მე იმდენად დასინქრონებული ვარ მომხმარებელთან აქ და ახლა რომ შედეგიც მხოლოდ იმ კონკრეტული ამბიანსის, ანუ ის რაც ჩვენ შორის დღე ამ წამს ხდება, ლოგიკური შედეგია ხოლმე. ანუ პრინციპში ან ეს თუ ამან კარგად ჩაიარა, მე გავდივარ შედეგზე. და ამიტომ არასდროს არ მიფიქრია იმაზე, რომ ეხლა მე შიში ან ეხლა მე ეს იყო ჩემი გზა. მე მივხვდი, რომ ეს იყო ის, რაც მე უნდა მეკეთებინა და პრინციპში აი კარგად გადამააზრებინა ეგ, რომ მე აღარ მიძებნია მას შემდეგ. ანუ მე არ მქონია ეს რაღაცა ძალიან დიდი თვითძიება, რომ აქ ვცადო, იქ ვცადო. მიუხედავად რომ მე ვარ ძალიან მრავალფეროვანი ადამიანი იმ გაგებით, რომ ბევრი სხვადასხვა ჰობი შეიძლება მქონდეს და ეს ძალიან საინტერესო იყო. მე გავყევი ამ გზას და სხვადასხვა მიმართულებებით, მაგრამ მაინც საბოლოოდ შემორჩი აქ. ნუ გავიარე გასაუბრება
პირველი რიგით ალბათ უფრო მძიმე თქვათ ვიდრე შემდგომები, იმიტომ რომ ეს ფილტრაცია ხდებოდა, მაინც პირველ ეტაპზე თან ეს იყო ბუმის პერიოდი, ეს იყო დემნას ბალენსიაგა, ეს იყო ბეტმანის პერიოდის. როდესაც ჩემმა დირექტორმა გაიგო, რომ მე ვიყავი ქართველი, რა საკვირველია ამან თავისი გააკეთა, იმიტომ რომ მაშინ დემნა კრეატიული დირექტორი იყო და ხელმძღვანელობდა ახალი. ნუ რა თქმა უნდა და გაუჩნდა ბევრი კითხვა მიმართულებით, რომ თქვათ როგორია ჩვენი კულტურა, რა ხდება ჩვენ ქვეყანაში ასეთი, რომ ადამიანი ასეთ თაოცრებებს ქმნიდა და ასე შემდეგ. ნუ მეც რაღაცნაირად ავუხსენი ჩვენი ქვეყანა, საიდან ვარ, როგორ ვარ და მივაწოდე ინფორმაციები ამის შესახებ. თუმცა შემდგომი ეტაპები უკვე მივხვდი, რომ მაი ზუსტად იმ feeling-ით წარიმართა, იმ შეგრძნებებით. შემდგომ იყო უკვე რიგით მეორე, მესამე გასაუბრება და დამირეკეს პარიზიდან, გაისმა ზარი. და არ დამავიწყება, მაშინ ვიმყოფებოდი პრეფექტურაში საფრანგეთის, სადაც აი ამ დოკუმენტაციას ვაწესრიგებთ. და მოკლედ მითხრეს, რომ აი თითქოს ხო ძალიან დარწმუნებული ვიყავი, მაგრამ იმხელა კონკურენცია იყო იმ მომენტისათვის, რომ ეს სადღაც რომ ქვეცნობიერად რო გჯერა, რომ ეს სამსახური შენია, სალა, იხმარო გესმის, მაგრამ მეორე მხრივ რო ფიქრობ, რომ კი შენია, მაგრამ შენი ძალიან ბევრი კარგი ადამიანი ნახე და ძალიან ბევრი კომპეტენტური ადამიანი იყო. და რაღაცნაირად აი ზარიც იწელება, იმიტომ რომ ერთი კვირა გავიდა და არ დაურეკავთ და ერთი კვირის შემდგომ თან ნერვიულობდი, იქაც უნდა აღმედგინა რაღაც სტატუსის შესვლა მიწევდა და მირეკავენ და მეუბნებიან, რომ მოგესალმებით, გირეკავთ ბალენსიაგადან, პარიზიდან, გილოცავთ დღეიდან, თქვენ ხართ ჩვენი გუნდის ნაწილი და კარგი იქნება თუ დაუკავშირდებით ქალბატონ ანლორ ბრუნოს, რომელიც ელოდება თქვენს ზარს და ნუ ერთი მადლობა მოვახერხე, გმადლობთ მეთქი და ნუ გავთიშე და აი აქედან დაიწყო, იმიტომ რომ იქ რაც დაიწყო, ეს იყო მართლა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული წლები ამ გადმოსახედიდან. უშუალოდ ბალენსიაგაში, როცა ასე ვთქვათ, მიაღწია იმ მიზანს, რაც იყო მუშაობის დაწყება, გაიარეს სირთულეები, გამოცდილებები, რაღაც ესე ჰაილაითი რა იყო, რაც ისწავლე ბალენსიაგაში და რა, ასე ვთქვათ, დიდი წვლილი შეიტანა მაგაზე რომ მოგვიყვე, შენი როგორც რაღაც გაყიდვების მიმართულების ერთ-ერთ ექსპერტად ჩამოყალიბებაში, ასე რომ ვთქვათ. მე ვფიქრობ, რომ ყველაფრის კეთება. აქ იგულისხმება ის, რომ მე როდესაც დავიწყე მუშაობა, ძალიან სწრაფად მიხვდა ჩემი დირექტორი, რომ ჩემი მიმართვიანობა VIP, VIC მომხმარებელთან იქნებოდა ბევრად უფრო ეფექტიანი, ვიდრე ვთქვათ, ჩემი ყველაფრის კეთება ერთდროულად, იმიტომ რომ ეს მე დამაკარგინებდა დროს. თუმცა მან მე ეს ბენეფიტი, ასე ვთქვათ, არ მომცა. და მაურთიერთა სტოკთან, მაურთიერთა რაღაც უძველეს ფაილებთან, უძველეს კლიენტებთან, უძველეს კოლექციებთან. აი ნიკოლას გასკიეღის კოლექციასთან მაგალითად უკვე დემნა იყო და მე მქონდა საშუალება ფუნდამენტურად ჩავწვდო მოდი საქმეს. და მე იქ ვისწავლე საქმე. მე იქ ვისწავლე საქმე გულისხმობს იმას, რომ შემდგომ უკვე როდესაც მე დირექტორის ასისტენტის პოზიციაზე დავწინაურდი, მე ვიცოდი ყველაფრის კეთება. და ძალიან მიმარტივდებოდა, რადგან უკვე ყველაფერი გაკეთებული მქონდა. თუმცა, როდესაც ეს ვისწავლე, დროის ოპტიმიზაციის მიზნით, მე დაკონცენტრირებული ვიყავი VIP, VIC მომხმარებელზე და მე მათ ვგიდირებდი, ასე ვთქვათ, და ვეხმარებოდი ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში, როგორიც არის რა ჩაეცვათ თავიანთი ქორწინების დღეს, ამ თქვათ, რა ჩაეცვათ თავიანთი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან დღეს და ეს შეიძლება და ყოფილიყო ბავშვის დაბადება, თქვათ, ზოგთან, ნუ სხვადასხვა ტიპის ივენთი თუ მნიშვნელოვანი დღეები. რა სიტყოდი, რა განმასხვავებელი მომენტია VIP კლიენტებთან ურთიერთობა, უფრო რას აფასებენ და როგორია მათთან რაღაცის მიყიდვის სპეციფიკა სტანდარტულ შემთხვევასთან შედარებით. საინტერესო კითხვა, იმიტომ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მათ სჭირდებათ არის ლუქსი. ეს გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ხშირად არ ვიცით თავის დეფინიციით რა არის ლუქსი. ლუქსი არის სერვისი პირველ რიგში. იმ პროდუქტთან ერთად, რომელსაც აწარმოებენ უკვე ძალიან დიდი ხანია. ანუ ეს არის
ჩვენ საუბრობთ წარსულზე, ჩვენ საუბრობთ პრესტიჟზე და ჩვენ საუბრობთ დროზე, რომელსაც ახლა ჩვენ ვეღარ შევქმნით. და ძალიან ბევრი ბრენდი ცდილობს რომ გახდეს ლუქსი თავისი არსით და ფაქტობრივად ზუსტად ამიტომაც ვერ ხდება, იმიტომ რომ პირველ რიგში არ აქვს ეს პრესტიჟის ნაწილი და ამ პრესტიჟის ნაწილში ძალიან დიდი როლი უკავია მომსახურებას, რასაც ქვია ლაქშერი მომსახურება და სწორედ ეს ამის იმპლემენტაცია მინდა მთელი გულით ჩვენ ქართულ ბაზარზე, ნებისმიერ ქართულ სივრცეში, იმიტომ რომ ეს არის ის სიამოვნების ხარისხი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ ერთმანეთს ყველანაირი წინაპირობის გარეშე. შესაბამისად, ამას არ სჭირდება ჩვენი პროდუქტი, მაგალითად. თუმცა ყველაფერი მაინც product market fit-ზეა. იცი რა მითხარ სალმე, რომელიმე კონკრეტულ შემთხვევას ხო არ გაიხსენებდი ამ მონაკოში ბალენსიაგაში მუშაობის დროს, აი რომელიმე ესეთი VIP კლიენტთან რამაც რაღაცა გასწავლა განსაკუთრებით ხო გვაქვს ხოლმე რაღაც ცხოვრებაში, ესეთი highlight მომენტები ვინმესთან შეხვედრა და მან ბევრი შესაძლებლობა გქონდა, ასე ვთქვათ, ესეთ ადამიანებთან ურთიერთობის. კი, იმიტომ რომ ძირითადად ჩვენ ვხვდებოდით ხოლმე ერთმანეთს ოტელ დე პარიში, იყო ესეთი კაფე, არის და იქ იგეგმებოდა შემდგომ უკვე ამ კოლექციების არჩევა და იქ განიხილებოდა რას შეიძენდნენ, როგორ, როდის და იგეგმებოდა ამ ყველაფრის ჩვენება. რაც შეეხება გამონაკლის ადამიანებს, რომელსაც გამოვარჩევდი, იყო ასეთები რამდენიმე, ვისთანაც მეგობრობდი, ხოლო ერთთან ახლაც მაქვს შენარჩუნებული ეს მეგობრობა, ეს არის Monsieur Stelios-ი, EasyJet-ის დამფუძნებელი, რომელიც ხშირად მსტუმრობდა და იყო ჩემი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომხმარებელი და მე შემიძლია ვთქვა, რომ მისგან ძალიან ბევრი ვისწავლე. იმიტომ რომ მის მეუბნებოდა, რომ ყოველთვის მოწონდა, რასაც ვაკეთებდი, როგორც ვაკეთებდი და აღნიშნავდა, რომ მე პირდაპირ ვყიდდი რეზულტატს. და ეს იყო ის ემოცია, რომელიც უკვე იდგა, როდესაც ის მოდიოდა. და ანუ საჭირო აღარ იყო თითქოს რაღაცის შეძენა იმისთვის, რომ ამ რეზულტატზე გავსულიყავით ემოციურად. რითი ქმნიდი მაგ ემოციას? შენ თქვათ რაღაც დადებითი განწყობით, კეთილგანწყობით, სილაღით, თუ რა კომპონენტებისგან შედგებოდა, ასე ვთქვათ? იცი რა არის ლევან, როგორ ხდებოდა ეს მე არ ვიცი, მაშინ მე არ ვფლობდი ამ რაღაც კონკრეტულ ტექნიკებს, რომელიც შემდგომ ეტაპზე შევიმეცნე. თუმცა რაღაცნაირად თავისთავად მე მინდებოდა, რომ ქონოდა მაგალითად ჩემი აი ეს waiting list-ი, სადაც როგორც კი პროდუქცია მოდიოდა, ეს ყველგან არის, მაგრამ მომხმარებელი პირიქით შეთავაზებას ელოდება და არა კონკრეტულ პროდუქტს. ჩვენთან ეს თანხმობაში მოდიოდა იმასთანაც, რომ ბევრი პროდუქტი იყო ისედაც დეფიციტში, იმიტომ რომ ამოყიდვა ხდებოდა ძალიან მალევე. და მე მყავდა ჩემი VIP მომხმარებელი, ვისაც ამ პროდუქციას პირველ რიგში ვთავაზობდი. შესაბამისად ეს იწვევდა, რა თქმა უნდა, კეთილგანწყობას ერთის მხრივ ზრუნვის კომპონენტი, ხო? ხა მე ავხსენი ის, რას ვაკეთებდი, მაგრამ ეს როგორ გადაითარგმნება, ეს არის ზრუნვა. რომ პირობითად არასამუშაო საათებში გამახსენდი, როდესაც სამსახურის შემდგომ მე ვახშმობ, მაგრამ აი მივიღეთ ახლა Monsieur Stelios, რომ უნდოდა ის კონკრეტული ნივთი. აქ ხდებოდა კომუნიკაცია, შემდგომ აუცილებლად ამის ფიდბექი, ეს მთელი პროცესია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ზრუნვა და ვიტყოდი ის, რომ მე მიყვართ ამის კეთება. და ახლაც მიყვარს და სულ ვამბობ, რომ გაყიდვები, აი, ხშირად წარმოგვიდგენია, რომ ეს არის ადგილი, სადაც ჩვენ უნდა დავკონცენტრირდეთ ვთქვათ, სერვისის ამ პროდუქტის მიმოცვლაზე, ხო, რაღაცა კაპიტალისტურად თუ შევხედავთ რაღაცა ადგილი, სადაც ადამიანები ფინანსურად უნდა გახდნენ უფრო წარმატებულები და ეს რაღაცა აკნინებს კიდეც ამ პროფესიას. სინამდვილეში მე ვფიქრობ, რომ ყველაზე ახლოს დგას ადამიანთან და მისი პრობლემის გადაჭრის გზასთან. და თან გვაქვს უამრავი შესაძლებლობა, რომ ავირჩიოთ ჩვენთვის სასურველი პროდუქტი და ავირჩიოთ სფერო. ადრე მახსოვს ესეთ ასე ვთქვათ, ეგეთ ადამიანებზე როცა მიყვებოდი და გამოცდილებაზე ახსენე, რომ ესეთ ხალხსო დისკაუნტი საერთოდ არ უნდა უხსენო. აი მაგ მომენტზე რომ მოგვიყვე, რატო და რა შემთხვევები გქონდა და რა არის ასე ვთქვათ ამ მომენტის ფსიქოლოგია. აი, სხვათა შორის Monsieur Stelios-ზე კი შეიძლება მოვყევი, იმიტომ რომ ის ერთადერთია, რომელთანაც ვთქვათ მართლა ესეთი
სიახლოვის ურთიერთობა მქონდა და მაქვს და მისგან მე ბევრი ვისწავლე. არა მხოლოდ გაყიდვების მიმართულებით, არამედ პიროვნულად ძალიან დამეხმარა მაშინ. იცი რა არის? ძალიან საინტერესო იყო ის, რომ მე ვცდილობდი სულ რომ მისთვის გამეხადა პროცესი უფრო მარტივი და შესაბამისად სასურველი. და ვცდილობდი რომ აი ეს დრო ვთქვათ რომელიც უნდა დაეხარჯა იმაში რომ აი ეს ფასდაკლების ნაწილი გაეკეთებინა თავის ბარათი და სხვა მრავალი ეს ჩემგან ყოფილიყო უზრუნველყოფილი და ამ ამბავს ვაშორებდი. თუმცა, როდესაც ვთავაზობდი რომ აი იცით რა არის აი ჩვენ შეგვიძლია კონკრეტულ პროდუქციაზე რაღაც გავაკეთოთ 10% და რომ თქვენ უკვე გადაცდით, თქვენ უკვე VIP-ც აღარ ხართ, თქვენ უკვე ჩვენი ტოპ ნომერ პირველი მომხმარებელი ხართ და მაშინ მეუბნებოდა რომ ძალიან კარგად მესმოდა ზოგადად არსი გაყიდვების და ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ შემემეცნა ისიც რომ ეს 10% რომელიც დააკლდებოდა მისი შენაძენის საერთო ღირებულებას მას დიდად არ უწყვეტდა არაფერს და მაშინ მე 22 წლის ვიჯექი და ვფიქრობდი, ნუ როგორ არ უწყვეტს ახლა 22% რო ითვლიდი ხო რეალურად? ხო, 10%. 22 წლის 10%, ხო. და ვფიქრობდი რომ ნუ აქ იყო რაღაცა ვთქვათ 7-8000 ევროზე საუბარი, მაგრამ ეს არაფერია რო გეუბნება და არ არის საჭირო და ნუ ერთხელ იყო ისეთი შემთხვევა რომ არ ჩავეკითხე და შემდგომ უკვე თვითონ მითხრა კიდევ რო უთხარი რომ აი მე შემიძლია ეს გავაკეთოთ ესე ვიზამ და ასე ვიზამ ამიხსნა რომ არ ჭირდებოდა ეს იქიდან გამომდინარე რომ მე ისვრიდა რომ ვემსახურებოდი ისე რომ არ უნდა გამეკეთებინა ეს და რომ ჩავეკითხე და კიდევ რომ ვერ მივხვდებოდი მაინც რატომ არ გნებავთ ჩემი ფასდაკლება რა დაუწუნეთ ანუ რომ ვერ მივხვდი იცით მაშინ ლევან მე საერთოდ არ მიფიქრე აი რატო ვამბობ რომ თუ კი რაღაცის კეთება შენ მართლა გიყვარს პროცესუალურად მიდის თავისთავად ამიხსნა რომ ეს თანხა ჩემს ბონუს მოაკლდებოდა ჯამურად და ეს მე დამტოვებდა თვის ბოლოს უკმაყოფილოს იმიტომ რომ ფასდაკლებული თანხა ემატება ერთმანეთს და მან ხო იცოდა რომ მე საბონუსე სისტემა მქონდა და პირიქით ცუცდილობდა რომ თუ კი რამის შეძენა შეეძლო შეეძინა წეგან ახსენე რომ ასე ვთქვათ სჯეროდაო და იცოდა რომ გაყიდვების არსი მესმოდა ძალიან კარგათო შენი გადმოსახედიდან ამ გაყიდვების არსზე რო გითხრა ეს არის აუცილებლად რაც უფრო მეტად უფრო სწორად თანდაყოლილი ნიჭი თუ გინახავს პრაქტიკაშიც თავიდან რომ საერთოდ ნიჭით არ გამორიჩეოდნენ და კარგად დაისწავლეს შენი ხედვა რა იქნებოდა მაინც უფრო საით არის ასე ვთქვათ უფრო უნდა გქონდეს თუ არა თავიდანვე ეს რაღაც ურთიერთობის კომუნიკაციის სკილი და ამ ზრუნვის მომენტი და სხვადასხვა კომპონენტები რაც ახსენე კარგი კითხვა მე ვფიქრობ რომ ორივე ტიპაჟს და პრაქტიკაში ასეც ჩანს ხოლმე ორივე ადამიანი შეიძლება გავიდეს ერთი და იგივე რეზულტატზე და დასწავლით შეძენილი ცოდნა გამოიყენოს ადამიანმა იდეალურად შედეგის მისაღწევად. აქ არის ერთი სხვაობა. შენ ვერ ისიამოვნებ პროცესით. ანუ მე რომ მიხარია რომ თენდება, ანუ კი, განა ვერ ისწავლი. უბრალოდ შენ გაგაღიზიანებს ის ძალიან ბევრი წინააღობა გვხდება გაყიდვებში. და საერთოდ მე ვიტყოდი რომ გაყიდვები არის ფრუსტრაციის, ატანის უნარი. და ვის უფრო შეუძლია ეს ამის კვლევა. იქნება ეს მოლაპარაკების ჟამს, იქნება ეს არ აქვს მნიშვნელობა კონტექსტ მაინც და მაინც. ყოველთვის არის რამდენის დატევა შეგიძლია. ლოდინი დათმობა ოღონდ ისე რომ ამას არ გქონდეს ამის იერსახე ხო და საბოლოოდ მაინც რეზულტატი მოაქვს ფრუსტრაციის ატანას რა. ჩემ გამოცდილებაში ასე ზის. პროფესიის თვალსაზრისით ბევრი ირჩევს, ვისაც თქვათ ძალიან არ უყვარს, მაგრამ ან მერე უყვარდება, ან რაღაცა სხვა мотиваციას პოულობს ამ ყველაფერში, ასეთ ადამიანებსაც გამოსდით, უბრალოდ მათი რეალობა არ არის ისეთი საინტერესო, როგორც ადამიანის, რომელსაც ამის კეთება უყვარს თამაშით. აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ჩვენ არ მივიღოთ სერიოზულად. მე ყოველთვის აი ტრენინგებს ხშირად აღვნიშნავ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ შენ თუ ამ პროცესში ყველაფერი რაც კი ხდება, მთელი პროცესი ეგოზე შეიხე, მეორე პროცესამდე ვერ მიხვალ.
ანუ რაღაც ძალიან პიროვნულად თუ მიიღე. ყოველი უარი, ყოველი ჩაკითხვა, ყოველი ახსნა, ყოველი შეთავაზება, იმიტომ რომ თან განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც შენ ყიდი შენ სერვისს, აი მე უშუალოდ დავეჯახე ამ ფაქტს, ჩემ გამოცდილებაში აქამდე თუ სხვადასხვა ძალიან დიდი ღირებულების პროდუქტებს ვყიდდი, ახლა უკვე ვყიდი ჩემ ცოდნას, ხო, ასე გამოდის და ყოველთვის გაქვს იმის განცდა, რომ შენ ნაწილს აზიარებ უნდა დაინახონ და მაინც ეს ასე ვთქვათ იყიდება. და აქ ძალიან მნიშვნელოვანია ის ფსიქოლოგიური ფაქტორიც, რომ შენ შეძლო და გადგი აქედან, რომ ეს არის შენი ცოდნა როგორც უკვე პროდუქტი, მაშასადამე კურსი და შენ ამას შეხედო დისტანცირებულად და მოუძებნო უწილიდე საჭიროება, რომელიც იქნება გეგმაზომიერად განკუთვნილი იმ ადამიანებისთვის, ვისაც უნდა და სჭირდება ეს. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია გაყიდვებში. რომ შენ შეძლო, იმიტომ რომ თავიდან ხო ვთქვით, რომ შენ მე ჩემთვის ერთი იდეალური ცხოვრება გაყიდვების ადამიანისთვის არის ასეთი. შენ ყიდდი ყველაფერს, შენ ყიდდი სისულელებს, შენ გქონდა გამოცდილებები, შენ ამბობდი მე აღარ მინდა გაყიდვები, შენ ბრაზდებოდი, შენ გქონდა ბევრი იმედგაცრუება და მე შენ მიხვედი ტექნიკებამდე, შენ ისწავლე ეს ტექნიკები, შენ დაანერგე ეს, შენ უკვე რაღაც რეზულტატზე გადიოდი, ეს ცოდნა შეჯერდა ინფორმაციასთან და ეს ორივე ერთად არის უკვე ის გამოცდილება, რომელიც გჭირდება, რომ პირობითად აწარმოო მოლაპარაკება, ხო? და მთავარი ფრუსტრაციის სატანის უნარი. რომ აქ არის ძალიან დიდი წნეხი. აქ ყოველთვის მიდის ზუსტად მაგის თამაში და გადათამაშება. რომელი უფრო ვეღარ ავიტანთ ამ დუმილს, რომელს უფრო ცოტა გავს სხვა შორის რომანტიულ ურთიერთობად. ხშირად ადარებენ ხოლმე რა. აი დასაწყისს რა, ამ დოპამინურ ამბებს თან. იმიტომ რომ მაღაზე დგას. აი პროცესი თვითონ ტექნიკებიც ახსენე, რეიბისგან შედგება შენეული გადმოსახედიდან, პლუს რაღაც სტანდარტული ლიტერატურაც რა თქმა უნდა. როცა მაგალითად მე და შენ გვაქვს ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული კონსალტინგი. რა პროცესებად იშლება ზოგადად, აი როგორც ცდილობ, რომ სწორი რაღაც შემირჩიო, ან მომყიდო შეიძლება გონებაში გაქვს ერთი კონკრეტული რაღაც, მაგრამ გილაგია რაღაც 10 ოპშენი. რა ეტაპებად იყოფა რაღაც კითხვებს თუნდაც რა კითხვებისაგან შედგება, იმიტომ რომ ბევრ ადამიანს შეიძლება ეხა ძალიან გამოადგეს შენი კონკრეტული რჩევები. ხო, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამ შეხვედრის დროს აი ეს კითხვები ძალიან სწორად ახსენე, რომ დავსვათ მაქსიმალურად კითხვები. და აი ეს waiting list-ი თქო, ეხა რა ვახსენე. პირველი აი რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჩვენი მომხმარებლის შესახებ. ანუ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ხარ, რა ხარ, რას ყინე, ინფორმირებულობა, ვინ არის, რა უყვარს, რაზე ფიქრობს, როგორ წარმოუდგენია თავისთავი, მაქსიმალურად თუ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ გავიცნოთ, ვიცნობთ და თუ არა და აი ამ გვერდით ინფორმაციებს ვიძიებთ, სტატიები იქნება ეს თუ სხვა რაღაცები, მაქსიმალურად ვუღრმავდებით ამ ინფორმაციას. ნუ, სტალკავთ, ხო. კლიენტის ბრიფი ასე ვთქვათ. ხო, კი ბატონო. როცა ეს გვაქვს უკვე ჩვენ შეხვედრაზე გვაქვს წარმოდგენა ვისთან მივდივართ და ეს გვიმარტივებს ხო პროცესს. იცი რა მეტყვი საიპოდის შეგაწოდნებ, მაგის მიხედვით რამდენად დეტალიზირებულად ჩადიხარ, თუნდაც შეიძლება ჩაცმის სტილი, საუბრის მანერა, რამდენად თავისუფალი იყო და ლაღი. ძალიან ტოპ კითხვა, რატო? მე აღარ უკვე. რატო გეთაყვა? კარგი კითხვა, ესეც უკვე მარტივად ვხვდები. იგივე დრო აღარ მიმდის. თან ახლა უკვე ხელოვნური ინტელექტი იძლევა იმის საშუალებას, რომ შენ რაღაცა მოგაწოდოს ინფორმაცია, მალე მოიძიო და იმაში აღარ ხარჯოებ დრო. თუმცა აი ეს რაც თქვი, იმიტომ რომ უკვე არსებობს ჩემს გონებაში ეს ადამიანების ფსიქოტიპების დონეზე გაქვს, ხო? კი. ანუ უკვე ვხვდები ბევრი რამითი როგორც ახსენე, ხო? თუმცა ეს არ უნდა გავაკეთოთ საწყის ეტაპზე. არაფერზე არ საუბრობს ჩასაცმელი. ეს პირველი რამ რაც მე ლაქშერიში მუშაობის ჟამს მასწავლეს იყო ის რომ არასდროს არ იფიქრო რომ ადამიანს რომელსაც აცვია თეთრი მაისური რომ არ აქვს ფული. ხო. და მე მაშინ არც ვფიქრობდი ამაზე. მინდა გითხრა, იმიტომ რომ მე ჩემთვის ეგ არ იყო აპრიორი მნიშვნელოვანი. თუმცა ეს იყო ის რაც გასათვალისწინებელია და ეხლა უნდა გავითვალისწინოთ რომ არ ვიფიქროთ რომ რაღაცნაირად ასე რო აცვია ასეა.
ჩვენ ეს უნდა ვნახოთ. ჩვენ უпростრად უნდა ვიფიქროთ, ჩვენ უნდა შეგვეშალოს, ჩვენ უნდა მივხვდეთ სად შეგვეშალა, ჩვენ უნდა კიდევ ვიფიქროთ, მე აღარ შეგვეშლება და აი ამაში ვისწავლით რა. ყველაზე კარგად ვსწავლობთ გამოცდილებაში. შესაბამისად, კი, არაერთი. შენც ეგრე ისწავლე, არა? მაგ მიმართულებით ალბათ ბევრი რამე. და ბევრი ისეთი ადამიანი მინახავს, არა მხოლოდ პირადად, ისედაც როცა დააკვირდები და მიხვდები, რომ რატოაცვია ამას კაცო უბრალოდ რაღაცა უბრალოდ ესეთი პასტელური ფერის მაისური და ჯინსები. და მანდ მარტივი ფსიქოლოგია არის ის, რომ ამ ადამიანსო დასამტკიცებელი არავისთან აღარაფერი აღარ აქვს, რა, ანუ არ ჭირდება რომ ეცოს რაღაცა სუპერ ბრენდის პიჯაკი ბოლომდე ნაკეცებით, ასე ვთქვათ, გაუთოვებული, იმიტომ რომ უკვე აქვს, ასე ვთქვათ, ის ყველაფერი, რისთვისაც შეიძლებოდა გამოპრანჭულიყო მარტივად რო ვთქვათ, ამიტომ ერთ-ერთი ისეთი ინსაიტია, ეხლა რასაც შეეხი. სწორი კითხვები ახსენე, ხო? და პირველ რიგში ცოდნა კლიენტის. ჩავთვალოთ, რომ აი ყველაფერი გაიგე ჩემს შესახებ, მეტნაკლებად მოძიებად შეიძლება და აი უშუალო პროცესი რა თქმა უნდა მან ფორმულა არ არსებობს ალბათ ესე ზუსტი მაგრამ უფრო მეტად რას გამოკვეთავდი აი საით მიყავს მაგ დროს დილი რა ტიპის კითხვებს უსვავდა ასე ვთქვათ როგორც ცდილობ რომ უკვე შენ გონებაში რა ოპშენებიც არის ეგ გამოიღო და ეგ სოლუშენი დაუდო ასე ვთქვათ რა ხო აი ბევრი აზრი შემომივიდა ეხლა ერთდროულად იმიტომ რომ ასე ხდება ხოლმე შეხვედრის დროსაც იცი რა არის ლევან მე ყოველთვის ვფიქრობ იმ მომენტში კონტექსტზე ანუ ყოველთვის უნდა ვიგრძნო კონტექსტი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ რომ ყველაზე მეტად მე ჩემმა გამოცდილებამ მასწავლა რომ ყველაზე მეტი შეიძლება შეგვეშალოს აქ იმიტომ რომ ერთი რაღაც ერთი კითხვა ერთი ამბავი შეიძლება იმ კონტექსტში იყოს ძალიან ნორმალური, ასე ვთქვათ, და სხვაგან ეს საერთოდ არ საჭიროებდეს, ამიტომ შეგრძნება რა დინამიკის პირველ რიგში, გავიგოთ და შევიგრძნოთ შეხვედრის დინამიკა. ანუ flow-ს რასაც ვეძახით. ეს არის პირველი ამბავი. მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ ჩვენ შევძლოთ დავსვათ კითხვები იმისთვის, რომ გავიგოთ რეალური საჭიროება ადამიანის. რა აწუხებს, ასე ვთქვათ, ხო? რა აწუხებს და კი რა აწუხებს და ასევე რა უნდა რა უნდა რა რეზულტატი უნდა უпросторად რომ ვთქვათ ანუ ის რადგან ზის აქვს იმას აქვს რაღაცა მოლოდინი რა ანუ მის გონებაში იდეალური რეზულტატი რა იქნებოდა სწორია და ჩემი საყვარელი კითხვა არის ეგ ყოველთვის და ეს ყველაფერს ამარტივებს ყველას აქვს თავისი წარმოდგენა იმასთან დაკავშირებით თუ რა უნდა მოყვეს ამ შეხვედრას არ უნდა მოგვერიდოს და ვფიქრობ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა რომელსაც ვთქვამ ხოლმე არის ის რომ რა მოლოდინი გაქვთ თქვენ დღევანდელი ჩვენი შეხვედრიდან წეგან ახსენე ეს caring-ის მომენტი როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი იმ პროცესში რა პროცესშიც ეს რა ვიცი VIP კლიენტები იქნებოდა თუ ნებისმიერ შენი მყიდველი შემოდიოდა. აი მას როგორ აღწევდი, აი ამ თუნდაც ამ სიმშვიდეს ან ელემენტარულად ნდობას და მაგლოიალობას, რომ გიყვებოდნენ ბევრ რაღაცა შემოდიოდნენ, თავისუფლები იყვნენ შენთან ურთიერთობაში, რაც შენ მხრივ გეხმარებოდა, რომ კიდევ უფრო ზუსტად გცოდნო და ამ ადამიანების, ასე ვთქვათ, ხასიათზე, მოთხოვნილებებზე და ასე შემდეგ. მაგ გულს როგორ იგებდი მათსას ასე ვთქვათ. მე ჭეშმარიტად მაინტერესებდნენ ისინი და ასე. ეს იყო ჩემ შემთხვევაში ეს ასე იყო და ძალიან ყოველს მეტად არ მინდა იმის თქმა რომ რაღაცა კონკრეტულ ტექნიკებს ვიმუშავებდი მაშინ ეს ასე არ იყო. 22 წლის ასაკში არ ვიცოდი ეგ პირიქით. ძალიან მიამიტი ვიყავი და გულწრფელი ინტერესით. საერთოდ ამბობენ რომ იმისთვის რომ რაღაცა იყოს როგორ არის très désirant ძალიან სასურველი შენ თუ გინდა რომ გახდე თავად ძალიან სასურველი ის შენ თავად უნდა გსურდეს აი ადამიანს როდესაც რაღაც ძალიან უნდა ანუ ეს ყველა კუთხით ძალიან საგრძნობია შესაბამისად caring-ის ნაწილიც ბუნებრივად მომდიოდა ზრუნვა მომხმარებელზე შემდგომ უკვე იქ რა თქმა უნდა მე მასწავლეს ის კონკრეტული უნარჩვევები როგორც ხდება, რა ფორმატითაც ხდება, რასაც ლუქსი ეწოდება სინამდვილეში. ბევრად შეგცვალა ამ ტექნიკებმა?
რომელმა? რაც გასწავლეს მეთოდოლოგიურ გაყიდვებში რა უნდა? ხო, იმიტომ რომ როგორც მომიყევი, თავიდანვე იყავი ჯანსაღად მიმყიდველი ტიპი, შენი ასე ვთქვათ, ამ caring-ის ენერგეტიკით, ღიმილით, სილაღით, ყველაფრით. და რაცვლებები შეიტანა, ბევრად შეცვალა თუ ასე ვთქვათ, მცირედი მოდიფიკაციები გაუკეთა და რაღაც დააფოკუსა ამ ტექნიკებმა გაყიდვების, რეალურმა ტექნიკებმა. კარგი კითხვა. მე ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო და საერთოდ მგონია რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროცესში თუ კი გვინდა რომ დიდი ხანი ვაკეთოთ ეს არის ის რომ შენ კომფორტულად იყო შენ თავთან. ოღონდ აი აქაც ამის ბოლომდე გააზრებით რომ შენ რეალურად საუკეთესო ვარიანტი შეთავაზე ადამიანს მართლა გაიგე მისი საჭიროება და რეალურად ეცადე რომ საუკეთესოდ აღმოგებხრა იგი. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ შენ როცა იცი რომ შენ ამას აკეთებ რაღაცეების ხარჯზე, იმიტომ არ მიყვარს მე ზოგადად ტექნიკები. მე ხშირად მინახავს რომ მიდიან და მოდიან ან ბრუნდებიან შემდგომ გაყიდვებში, იმიტომ რომ პროცესს თვითონ არ უდგებიან ასეთი გააზრებით. იმიტომ რომ შენ თუ გინდა რომ რაღაც კარგად აკეთო, შენ თავი ამაში უნდა მოგწონდეს, ხო? და უნდა გქონდეს ერთგვარი კმაყოფილება, რომ შენ ადამიანებს ეხმარები. და ეს არის სფერო, რომელიც საჭიროებს ამას. და თუ კი აქ მხოლოდ შედეგზე ხარ ორიენტირებული, ამას გრძელვადიან პერსპექტივაში ვერ შექმნი და ის ტექნიკები პრინციპში რაც იქ ვისწავლე, ალბათ არ გამომადგა. ვერ ვიტყოდი რომ მე ამან დიდად შემცვალა. იმიტომ რომ გითხრა რომ შემდგომ ვნერგავდი და მე ეს მზრდი და არა. იმიტომ არის რომ შემდგომ უკვე კურსი რომელიც შევქმენი, იმიტომ არის რაღაცნაირად ასე ცოტა მინდა რომ თავდაბალი ვიყო და ისე ვთქვა, უნიკალური მგაგებით არის რომ ეს ეხნობა, კი, ძალიან რეალურ გამოცდილებებს და ეს არის ჩემი უშუალო პირადი B2B, B2C გამოცდილებები, რომელიც აი ამ 10 წლის განმავლობაში დააგროვდა ჩემს საყვარელ მომხმარებელთან, რომელიც მე ძალიან მიყვარს და ძალიან ვაფასებ. შესაბამისად, აი ეს ორმხრივობა ამ პროცესში, მათზე ზრუნვა, მათზე ფიქრი, ეს ყოველთვის ორმხრივია და შედეგიც მაქსიმალურად ავთენტურია ხოლმე რა და ლოგიკური. ქართულ რეალობაზეც რომ მოგიყვეს ანა კურსზე გადავიდოდეთ, ბალენსიაგას შემდეგ რა ხდებოდა? აი საქართველოში გადმოხვედი უკვე აქაურ ბიზნეს ინდუსტრიას შეეჭიდე თუ რა ეტაპები გაიარე, მანამ რაღაც საავტორო კურსამდე და ამ პროცესამდე მიხვიდოდე? საქართველოში პირველ რიგში რომ დავბრუნდი, ვფიქრობდი რომ ძალიან მინდოდა ისეთი სერვისის შექმნა და შეთავაზება ადამიანებისთვის, რომელიც ჩემ გამოცდილებას სრულად დააკონვერტირებდა. ეს არ იქნებოდა მხოლოდ გაყიდვებზე ორიენტირებული და თან სერვისის ნაწილს, რომელიც მე ძალიან მიყვარს და რაშიც ამდენ ხანს დავყავი, გადმოსცემდა. თავიდანვე არ მოვიდა ასე იდეები. დამჭირდა ამაზე ფიქრი, ყოველთვის ვფიქრობდი, აი რა ტიპის ცოდნა არის დღეს საჭირო, რაც ჩვენ გვაკლია და რისი გაცემა შემიძლია მე. რა გვაკლია დღეს? სანამ გადავხედოთ ბარემ. რა სიტყოდი აი ქართულ რეალობაში, მაშინ როცა გვიჭირს, თუ გვიჭირს გაყიდვებში, აი რა ასპექტში გვიჭირს და რატომ ხოლმე ეს რაღაც სუბკულტურული რაც ინსაიტი ხوار დაგიჭერია, როცა აკვირდებოდი რაღაც სხვა ქვეყნების მაგალითს და საქართველოს ამასთან შედარებით. ვფიქრობ, რომ ჩვენ მე მესმის რომ ბევრი წინაპირობა არსებობს იმ ყველაფრისთვის თუ რატომ გვაკლია ეს, თუმცა აღსანიშნავია იმის თქმა რომ ძალიან მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა რომ ჩვენ ძალიან გვაკლია მომსახურების სფეროში კვალიფიციური ადამიანები. ამას თავის მიზეზშედეგობრივი კავშირი რა თქმა უნდა აქვს, რატომაც გვაკლია და ეს ძალიან კომპლექსური ასე ერთი ფრაზით ვერაფერზე ვერ გავალთ. თუმცა ერთი აგური რომ ყველამ დავდოთ, გავალთ. თითოეულმა კომპანიამ რომ მოისურვოს სერვისის კუთხით ცვლილება და ეს მიიტანოს თანამშრომლებამდე, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეულმა ასე იფიქროს. არ აქვს მნიშვნელობა უშუალოდ ფრონტთან ექნება ურთიერთობა თუ არა, ეს ერთმანეთთან ურთიერთობებსაც შეეხება.
მომსახურების კულტურა იწყება საკუთარი თავიდან და ჩემი ტრენინგიც ასე იწყება, 3 წლიდან იწყება და ყველაფერი ჩვენიდან იწყება. ანუ ჩვენ როგორც ვეურთიერთებით საკუთარ თავს, ისე ვეურთიერთებით შემდგომ სხვებსაც და ეს ასე არის ხოლმე. და ყველაზე მეტად ალბათ აი ეს ლუქსი გვაკლია. რაც გქონია რომ ვიცით, ხო? აი ყველაფერს ესე ქვია ჩვენთან რაღაც ლაქშერი, ლუქსი. სამდრეში რა არის ხო ეს ლუქსი? ძალიან მნიშვნელოვანია ამის გაგებაც და აქ ძალიან პრინციპულად მნიშვნელოვანია რომ გავიგოთ ეს განსაკუთრებით სფეროებში, სადაც საჭიროა ეს როგორც ფრანგები იტყვიან ეს savoir faire და savoir être. ცოდნა იმის როგორ ვაკეთოთ და ცოდნა იმის როგორ ვიყოთ. ეს არის ის, რასაც ძალიან დიდი ხანია საფრანგეთში და იტალიაში უკვე ძალიან კარგად აკეთებენ, ხო? და იციან ამის კეთება და მე მგონი რომ ჩვენ ძალიან კარგად გამოგვივა თუ მოვინდომებთ რომ ვაკეთოთ ეს. თუმცა აქ საჭიროა მონდომება და სურვილი რომ რაღაცნაირად გავუთანაბრდეს სერვისის მიმართულებით ამ კუთხით იმ ადამიანებს აქ კვალიფიკაციის ამაღლებაც საჭიროა, ცნობიერების გაფართოვება მნიშვნელოვანი და ვიტყოდი რომ გააზრება იმის რომ ეს ლუქსი თვითონ არის რაღაც რაც ქცევით იქმნება ყოველდღიურად და არ მოყვება არც პროდუქტს, არც ტრენინგს, არც ბოლომდე წიგნებს. ეს არის ის რასაც შენ ქმნი ყოველდღიურობაში რაღაცის მიხედვით. აი როგორც Monsieur Louis Vuitton-ი ქმნიდა თავის ატელიეში თავის დიდ კლიენტებთან ერთად ეს იყო არტიზანი ადამიანი რომელიც ნუ ყველაფერს იქვე აკეთებდა და თან ეს ხდებოდა მეგობრებთან და იქ დაიბადა ლუქსი და ლუქსი რა არის ვაკეთო რაღაც შენთვის როგორც შენ მოგეწონება მეგობრულად რაღაც კონკრეტულ გარემოში აი ეს ამბიანსი უნდა შეიგრძნო რომ მიხვდე იქიდან რა არის წამოსაღები და შემდგომ გადმოვიტანოს და ნებისმიერ სფეროს მოუხდება ეს რატო არა შენ ხო თანახმა ხარ აბსოლუტურად იცი რა მითხარ ეს მოლეკულური გაყიდვები გასაგებ ენაზე რო ახსნათ რამდენადაც ტრენდულად ან უცხოდ არ უნდა ჟღერდეს პრაქტიკულად რას ნიშნავს და რას მოიცავს რას მიიღებს ასე ვთქვათ აი ამ ტექნიკით თუნდაც ადამიანი აი მე ვეცადე რომ ჩემს კურსში შემეტანა ყველა ის კომპონენტი რაც ჩემს გამოცდილებაში მივიღე რაც შევიმეცნე ვისწავლე და მივხვდი რომ შეიძლება რომ სხვას ასწავლო რაც დასწავლადია გაყიდვების მიმართულებით. ეს ეხება იმდენად ფუნდამენტურ და ნიუანსურ საკითხებს ძალიან ჩაშლილად, რომ აი მართლა savoir être, savoir faire, როგორ ვიყოთ და როგორ ვაკეთოთ. იმიტომ რომ ხშირად ჩვენ ყოფნაც აი უბრალოდ რო იყო, როგორ იყო. მივხვდი? კი. ან მაქსიმალურად დეტალიზირებას აქვს მნიშვნელობა და თითოეულ დეტალში ჩადიხარ რისგანაც შედგება ეს თვითონ გაყიდვების პროცესი რაც განწყობიდან დაწყებული აი ამ ტექნიკებით დასრულდა. თუმცა შენახსენე რომ მეო იმდენად ამ ტექნიკებმა არ შემცვალა სინამდვილეში არ ვიცი სწორ კითხვას გისვავ თუ არა და შემისწორე. მე ესე წარმოვიდგინე რომ მიუხედავად იმისა რომ ძალიან დეტალიზაციაში ჩადიხარ, მაინც ფუნდამენტს ასწავლი ადამიანებს გაყიდვების შესახებ, აი ეს დამოკიდებულება რაც არის და არა რა კითხვები დასვან, არამედ როგორ მიიღონ თვითონ სიამონება პროცესისგან, ანუ უფრო ფუნდამენტს ასწავლი თუ უფრო ტექნიკას. ნახე, ვასწავლით ორივეს, მაგრამ მე გიპასუხე რომ ჩემ შემთხვევაში ტექნიკებით არ მაქვს მე გაყიდვები ნასწავლი. მე გამომადგა პირადი გამოცდილება და პირადი სიყვარული ამ საქმის. მე მომწონს რომ შენ გახარებ და ეს არის ხოლმე მთელი ამბავი რა და სხვა შემთხვევაში რაც მკითხე კურსის ფარგლებში ხო კურსის ფარგლებში რასაკვირველია არსებობს ძალიან ელემენტარული ტექნიკები რომელიც ხშირ შემთხვევაში არ იციან ხოლმე ადამიანებმა იმიტომ რომ სხვა სფეროდან მოდიან ან ახლა იწყებენ ამას რასაკვირველია ვასწავლით და ძალიან შორს წასულ ტექნიკებსაც ვასწავლით. უბრალოდ მე გითხარი რომ ჩემს შემთხვევაში ის რაც მე ვიცი არის უნიკალური, როგორც ცოდნა და როგორც გამოცდილება. ისევე როგორც შენი ცოდნა და გამოცდილება. იცი რაზე მითხარ სალომე? დღეს ყველა სფეროში, ნუ შესულერად ტექნოლოგიები, AI შენ თვითონაც ახსენე, რა სიტყოდი აი ამ ყველანაირ ბუმში გაყიდვების მომავალი როგორია? რა ტექნიკებია, რა ასე ვთქვათ, გარემოა? გაყიდვების კუთხით, სწორედ ამიტომ მიმაჩნია რომ
საკმაოდ შეუცვლელი იქნება რეალურად ადამიანის როლი შეხვედრის დროს, ხო? ამას ხო ვერავინ ვერ ჩაანაცვლებს და აქ ვერ მოხდება ის. ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ big data-ებზე, CRM-ებზე, რომელიც უზრუნველყოფს ავტომატიზირებულად ამ ყველაფერს, მაგრამ აი ზუსტად აქ არის ეს სერვისის როლი. თვალში ოქსიტოცინს big data ვერ გამოყოფს. ხო, რა თქმა უნდა. და შესაბამისად, ჩვენ ძალიან გვჭირდება პირველ რიგში, რომ გავიაზროთ, რომ არა თუ ხელოვნური ინტელექტის საქმე არ უნდა ვაკეთოთ შეხვედრების დროს. ნუ აქვე აი კიდევ ერთ ზეთ insights მივცემ ჩვენ მაყურებელს არც მარკეტინგის საქმე არ უნდა ვაკეთოთ ჩვენ. იმიტომ რომ ხშირად მე მინახავს შეხვედრების დროს ასეთი კომუნიკაცია, რომ აი რაღაცა განმეორებადი საუბრებია. და ეს თუ კი განმეორებადია და მუშაობს, იმის იმპლემენტაცია უნდა მოხდეს მარკეტინგში, ვიდეოს სახით მაგალითად და ეს გამეორდება და იმუშავებს. იქ უნიკალური ექსპერიენსი იქნება. იქ იმიტომ ვსაუბრობ მე ძალიან ბევრს ამ დინამიკაზე და ამ კონტექსტის შეგრძნებაზე, რომ მე შენი უნიკალური სურვილი უნდა გავიგო რა არის დღეს და საჭიროება. და აი ამით უნდა შევეცადო, რომ გავუყვე შემდგომ ჩემს პროდუქტს და მოგაწოდო ის. ეხლა რომ დავუბრუნდე ეს არის სერვისის ამბავი და ეხლა მარკეტინგი თუ არ უნდა ვიყო, რანაირად შეიძლება რომ იმან მე რამე შემიცვალოს. ვერ შეცვლის, ვერ ჩაანაცვლებს ჩემი გადმოსახედიდან. ზუსტად იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრ საუბრობთ იმაზეც, რომ გაყიდვები ძალიან ონლაინ გახდა ყველაფერი. ელ-კომერციას, ესე იგი, ელექტრონული კომერციის აი ძალიან მიკრო დოზა რა გაყიდვებში რეალურად 75% იყიდება მაინც ბუციკში. ანუ რეალურად ეხა იმ გაყიდვების, რომელიც ხორციელდება და ეს არის ძალიან დაბალი პროცენტია, ხო, რეალურად რაც იკავებს, იმიტომ რომ რატო? ჩვენ გვინდა ურთიერთობა. ჩვენ გვჭირდება ძალიან მნიშვნელოვანი shopping experience, რასაც ეძახიან, რომ ჩვენ განვიცადოთ ეს, ხო, და იგივე experience-ია საუბარი. ახლა უკვე ჩვენ ერთად მივირთმევთ და რაღაცას განვიხილავთ თუ მიუხედავად რომ მოკლეული მოვალ, უკვე ჩემს ამ ხელოვნური ინტელექტს ყველაფერი შემაგრად გაკეთებული ექნება, დროის ოპტიმიზაციაც იქნება, ჩვენ მაინც დაგვჭირდება ეს. და შესაბამისად აი ამ კუთხით ჩანაცვლებას ვერ ვხედავ, მე ვხედავ იმას, რომ განვითარდება იმ თვალსაზრისით, რომ შეიძლება ადამიანები კიდევ იქ მივდივართ, რომ ადამიანები, რომლებსაც ეს საქმე ძალიან არ უყვართ, ისინი ვერ დარჩებიან მან და საჭიროც აღარ იქნებიან. იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ, მარტივად ჩანაცვლდებიან. სწორედაც რომ აი რაღაცნაირი მრავალ წახნაგობანი CRM სისტემების მეშვეობით თუნდაც ხო და იმ AI აგენტების მეშვეობით. მაგრამ არსებობენ ადამიანები, ვისაც მართლა უყვართ ამის კეთება და იცის ამის კეთება, ისინი დარჩებიან ბაზარზე ჩვეულებრივად და მე ვერ ვხედავ გაყიდვების მომავალი ამ კუთხით. შეიძლება რაღაცები დავაჩქაროთ. მაგრამ სხვა მხრივ, რა ვიცი, შე რა იდეა გაქვს? მე მოყვებით დიდწილად რაში, იმაში რომ რო წარმოვიდგინოთ ადამიანები ხო ემოციური არსებები ვართ და მთავარი ხარ რასაც ყვებოდი, არის დიდწილად ეს caring-ის მომენტი. $20 თუ რაღაც არ ვიცი, $100 subscription-ი და ასე ვთქვათ, პრომპტების სია არ მგონია რომ გამოიწვევს იმ ზრუნველობის ელემენტსა და შეგრძნებას, რასაც ადამიანების ასე ვთქვათ, პირისპირ კომუნიკაცია აი მე შენთვის რაღაც მაქვს ასე ვთქვათ ფიქრობ რომ აი ეს ყველაზე მეტად მოგიხდება და აი როგორ მოგიხდა და აი ამ დეტალს გამოკვეთავს თუნდაც შენ სფეროში რო ვისაუბროთ. იმიტომ რომ ეს არის ალბათ ჩემი პირადი აზრით მრავალფეროვნება, სხვადასხვა პროფესიონალი როცა ხდება, სხვადასხვა ადამიანი თავისი უნიკალური ავთენტური ხასიათით პირისპირ კომუნიკაცია ელემენტარულად მზერა ურთიერთობა და ეს caring-ი რაც თქვი, ზრუნველობის შეგრძნება, მგონია რომ იმ დოზით რა დოზითაც ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა, ტექნოლოგია მაგას მინიმუმ ძალიან დიდი ხანი ვერ მოგცემს, ესე მგონია. პირადად მე. სალომე, ძალიან დიდი მადლობა. მომწურავი საუბრისთვისა და საინტერესო დეტალების გაზიარებისთვის, როგორც ჩემი პირადი გზის, ასევე გაყიდვების შესახებ. მგონია რომ ადამიანებს, ვისაც გაყიდვები აინტერესებს და ზოგისთვის ერთის მხრივ ცოტა მოსაწყენი იყო, ან რაღაც ძალიან ესე მათემატიკურად უყურებდა ფორმულებად, კიდევ ერთი, ასე ვთქვათ, ნათელი წერტილი იქნება შენი პირადი გამოცდილება. იმ ადამიანებს, ვისაც უნდა შენთან დაკონტაქტება, სად გიპოვონ მარტივად რო ვთქვათ. ხო. მადლობა ლევან, ძალიან სასიამოვნო საუბრისთვის, ნამდვილად ვისიამოვნე ამ პროცესით. რაც შეეხება ადამიანებს, ვისაც სურს რომ
დაგვეკონტაქტონ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება რომ იგრძნონ ამის საჭიროება. თუ მიხვდნენ რომ ეს ის არის, რაც მათ სჭირდებათ, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლიათ რომ მომწერონ LinkedIn-ზე და აუცილებლად ვუპასუხებ ნებისმიერ შემთხვევაში, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კი ეს იგრძნეს, აქ გრძნობა არის მნიშვნელოვანი. მადლობა სალ. მადლობა ლევან.